დიმიტრი. ბატონ დიმიტრი, გესმით ჩემი ხმა? კი, მესმის. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. არ ვიცი, ქონდათ თუ არა შესაძლებლობა მოგესმინათ ჩვენი წინა სტუმრისთვის, ნიკა მელიასთვის, რომელმაც ამ სიტყვებით დაამთავრა თავისი პასუხი ჩემ შეკითხვაზე, რომ არ აქვს არაფერი სათქმელი ქართულ ოცნებას, პროგრამაც კი არ აქვს, არ იცის რას დაპირდეს ამ მომრჩეველს, იმიტომ რომ ყველა დაპირება 2012 წელს ამოწურა და 4 წლის თავზე ამ მომრჩეველს არ იცის რა უთხრას ქართულმა ოცნებამ. რა სიტყვით ამასთან დაკავშირებით თქვენ როგორც ქართული ოცნების წარმომადგენელი? პირველ რიგში მოგესალმებით, მინდა მოგესალმოთ თქვენს და ჩვენს ტელემაყურებლებსაც. მე რა თქმა უნდა არ მქონდა საშუალება მომესმინა მელიას რაღაც მონაყოლი, მონაჭორი, ტყუილი მართალი, მაგრამ ნუ ახლა ჩვენ ვისმენთ ნაცმოძრაობის ამ იდეოლოგიას, ამ ტყუილს და ამ თქვათ აპოკალიფსურ სიტუაციას 2012 წლის არჩევნების მეორე დღიდან, ისე რომ რა უნდა ეთქვა მას ახალი, რაც არ მომისმენია, გასაგებია რომ ნაციონალური მოძრაობა თავის პოლიტიკურ დასასრულს უახლოვდება, მას გონია რატომღაც რომ მოიკრიბა ძალღონე და რაღაცა პოლიტიკურ შედეგზე გავა, მაგრამ ეს არის წარმოუდგენელი, იმიტომ რომ საზოგადოებას არ აქვს ღრმა ამნეზია. მას არ ავიწყდება ის, რომ ციხეებიდან ყოველ 5 დღეში 2 გვამი გამოდიოდა. მას არ ავიწყდება ის, რომ პრემიერ-მინისტრი ითხოვდა 2 გვამს, იმიტომ რომ მას რაღაცა პოლიტიკური გადარჩენის სურვილი გაუჩნდა. საზოგადოებას არ დავიწყდება ის, რომ ქუჩაში უფლობის გამო ადამიანი იღუპებოდა. საზოგადოებას არ აქვს კიდევ ერთხელ ღრმა ამნეზია, ის ძალიან კარგად ცნობს ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგიას, ძალიან კარგად ცნობს ნაციონალური მოძრაობის სახეებს, რაც არ უნდა მათ თქვათ ფერი იცვალონ და გადაივარცხნონ ქოჩორი, ისინი იქნებიან სხვა პოლიტიკურ ბლოკში თუ თქვათ იქნებიან დამოუკიდებელი კანდიდატები, ისინი ნაციონალური მოძრაობის სახეს ვერასოდეს ვერ წაიშლიან და საზოგადოებამ მათ განაჩენს გამოუტანს 8 ოქტომბერს. ისე რომ ბევრი არ დარჩა იქამდე, რომ საზოგადოებას დაისვენოს მათგან, იმიტომ რომ დაიღალა საზოგადოებას, დაიღალა პოლიტიკური სპექტრიც და საზოგადოების გადაწყვეტილება იქნება მათთვის განაჩენი 8 ოქტომბერს. ბატონ დიმიტრი, ჩვენ საუბრობდით მაჟორიტარების შესახებაც დღევანდელ გადაცემაში და აქ ხაზი გაესვა იმას, რომ მაგალითად სამეგრელოში ერთ-ერთ ოლქში შეიცვალა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქართული ოცნების მხრიდან. საინტერესოა საერთოდ რა ხდება მაჟორიტარობის მიმართულებით და მე მინდა გკითხოთ ზოგადად მცხეთის მიმართულებით, სადაც არის საუბარი იმის შესახებ, რომ თქვენ როგორც ქართული ოცნების წარმომადგენელს კი არ გიჭერთ იმდენად მხარს სახელისუფლებო გარკვეული ჯგუფი, გავლენიანი ჯგუფი, არამედ ცეზარ ჩოჩელს. რა შეგიძლიათ ამის შესახებ გვითხრათ? ის რომ ერთ-ერთმა მაჟორიტარმა საკუთარი გადაწყვეტილება მიიღო ისეთი რომ მოიხსნა კანდიდატურა, მე მგონი მას ჰქონდა ამის უფლება და ამაში მე ვერ ვხედავ ახლა რაიმე განსაკუთრებულს. და ის რომ თქვათ ცეზარ ჩოჩელი ავცელდა მისი მომხრეები ავცელებდა სწორედ ამ სახის ინფორმაციას თითქოს ის იყო რეალური კანდიდატი ქართული ოცნების, მე ვფიქრობ პრემიერმა სრულიად მკვეთრი და გასაგები განცხადება გააკეთა, თუმცა მას არ უნდა დაჭირებოდა ეს განცხადება და არც მე არ უნდა დავჭირებოდა იმ ტიპის განცხადება, რომ მე არ დავუშვებდი და მართლაც არ დავუშვებ იმას, რომ პრემიერი ვინმე ამ ხილოს თითქოს სიცრუეში დააბრალოს მას სიცრუე, თითქოს საზოგადოებას წარუდგინა ერთი კანდიდატი და რეალურად მხარს უჭერს სხვას. ასეთი რამ არა მხოლოდ მცხეთაში ხდება, ასეთი რამ ხდება გურიაში, ტყიბულში, თბილისში, ისე რომ ნაციონალური მოძრაობის სახეებს ეს პირდაპირ თქვათ პარტიის ნაციონალური მოძრაობის პარტიიდან დაყენებულ კანდიდატებს თუ დამოუკიდებელ კანდიდატებს, ანუ შეფარულ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს აქვს სტრატეგია, რომ თითქოს ისინი პარტიას რომელსაც ლანძღავენ, ამოეფარონ მას და თითქოს ისინი არიან რეალური კანდიდატები. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ უნდა სწორი არჩევანი გააკეთოს და ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაუსვას წერტილი ნაციონალურ მოძრაობას. ბატონ დიმიტრი, რატომ გამორიცხავთ, რომ შესაძლოა არა პარტიის თავმჯდომარესთან პრემიერ-მინისტრთან, მაგრამ ქართული ოცნების გარკვეულ ჯგუფთან მართლაც არსებობდეს რაიმე შეთანხმება, ან ცეზარ ჩოჩელს მართლაც ყავდეს მხარდაჭერები ქართულ ოცნებაში. რატომ გამორიცხავთ ამას? ეს წარმოუდგენელია, მე არ ვძიობ ახლა თქვათ დეტალებს, მაგრამ წარმოუდგენელია, რამე თუ
ცეზარ ჩოჩელი იყო ნაციონალური მოძრაობის აქტიური წევრი, ის იყო სწორედ ამ მოძრაობის ნაციონალური მოძრაობის პერიოდში გუბერნატორი, ის იყო ბერაბიშვილის უახლოესი მეგობარი, არც ერთი ასე ვთქვათ მისი სხდომები არ გაუსდენია, როცა სასამართლო მიმდინარეობდა, ძალიან ბევრი საერთო და პირდაპირი კავშირი მას აქვს ნაციონალურ მოძრაობასთან, მაშინაც და დღესაც. მე მინდა კითხოთ იმის შესახებ, რომ ეს არის და თუ თქვათ ის თვლის, რომ ვინმესთან მას აქვს გარიგება, თუნდაც ეს იყოს ქვედარგოლში, მაშინ მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება საფრთხის შემცველი მისთვისაც და მისი ლობისტისთვისაც. აი თქვენ ხაზი გაუსვით ნაციონალურ მოძრაობასთან მის კავშირებს, მაგრამ ქართულ ოცნებას სწორედ ამას ეუბნებიან ოპოზიციური პარტიებიდან და მათ შორის მხარდამჭერებიც ქართული ოცნებისა საზოგადოების გარკვეული წარმომადგენლები, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირებული მათი მხარდამჭერი ან მათი ეგიდით 2012 წელს არჩევნებზე გასული კანდიდატები ყავს ქართულ ოცნებას დღეს მაჟორიტარებად წარდგენილი, ერთ-ერთი რომელმაც უარი თქვა ახლა ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი უკვე ვახსენეთ, მაგრამ ის ერთადერთი არ არის, სხვებიც არიან. თქვენი დამოკიდებულება რა არის ამ მიმართულებით? ჩოჩელთან დაკავშირებით გასაგებია რაც თქვით, მაგრამ დამოკიდებულება არის ესეთი, იცით რომ ჩვენ უარი ვთქვით შანტაჟზე, უარი ვთქვით თქვათ იმ ტიპის დამოკიდებულებაზე, თუ კი ვთქვათ ადამიანს ბიზნესის კუთხით, ამ თქვათ სხვა საქმიანობის კუთხით, ქონდა რაიმე არაპირდაპირი კავშირი თქვათ ნაციონალურ მოძრაობის პერიოდში სამთავრობო სტრუქტურებთან, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ არის დანაშაული, თუ კი ისინი უშუალოდ არ იყვნენ ჩართული ნაციონალურ მოძრაობის იმ აქტიურ პოლიტიკურ პროცესებთან, რომელსაც მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანა საზოგადოებას. ისე რომ მათი რეაბილიტაცია არც პირდაპირ და არც გვერდიდან არ არის შესაძლებელი და დაუშვებელია და ვფიქრობ საზოგადოება კიდევ ერთხელ გააკეთებს სწორ არჩევანს და დასრულდება მათი პოლიტიკური მოღვაწეობა. ერთი შეკითხვა მინდა ბოლოს კიდევ დაგისვათ, ეს ეხება ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელიც ლიდერად უკვე მოიაზრება პაატა ბურჭულაძე, რომელიც გაერთიანდა სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად ნაციონალურ მოძრაობაში ეჭვი გამოთქვეს, აი თუნდაც რამდენიმე წუთის წინ მათმა ერთ-ერთმა ლიდერმა, რომ ბიძინა ივანიშვილის ჩართულობის გარეშე ეს არ მოხდებოდა. თქვენ როგორ აღიქვამთ ამ ბლოკს, მის ჩამოყალიბებას და ქართული ოცნება აკვირდება თუ არა ყურადღებით, მიიჩნევს თუ არა ამ ბლოკს თავის კონკურენტად საერთოდ? მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილის ჩართულა აბსოლუტურად გამორიცხულია და თეორიული შანსიც არ შეიძლება ვთქვათ იყოს რაიმე კავშირზე საუბარი, მაგრამ ის რომ ვაშაძემ და გირჩმა თავისი პოლიტიკური იმიჯის ჩამოყალიბება ვერ შეძლეს, ისინი რა თქმა უნდა არიან ასოცირებული და ვფიქრობ არა მარტო ასოცირებული ნაციონალურ მოძრაობასთან და პაატა ბურჭულაძემ დაიწყო თითქოს და თავიდან აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა. მის გარშემო ძალიან ბევრი ჭორი ვრცელდებოდა, მაგრამ ეს ჭორები თვითონ გაამართლა, ისე რომ ფაქტიურად ჩამოყალიბდა ბლოკი, რომელიც არის აბსოლუტურად თავისი ელფერით ნაციონალურ მოძრაობასთან გაიგივებული, ისე რომ მე ვფიქრობ, მათ ისევე როგორც სხვა ნაციონალურ მოძრაობის სატელიტ პარტიებს არ აქვს მომავალი. გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. დიმიტრი ხუნდაძემ უპასუხა ჩვენს შეკითხვებს. ჩვენ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. გიორგი რუხაძე, პაატა ბურჭულაძის გუნდის წარმომადგენელი იქნება ერთ-ერთი სტუმარი ჩვენი გადაცემის და მას მოუწევს ამაზე პასუხის გაცემა. ბრალდება თუნდაც ამ ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში გაისმა ორივე მხრიდან პოლიტიკურ პარტიებს ნაციონალურ მოძრაობას აქვს ეჭვი, რომ ქართული ოცნება მონაწილეობდა ამ ბლოკის ჩამოყალიბებაში და ქართული ოცნება მიიჩნევს ნაციონალური მოძრაობის, ასე ვთქვათ, სატელიტ პარტიას. ასეთი განცხადებები კეთდებოდა ბოლო თვეების განმავლობაში. მოვისმენთ ჩვენ პაატა ბურჭულაძის გუნდის პოზიციას და ასევე კახა კუკავა იქნება ჩვენი სტუმარი, ასე რომ დაგველოდეთ რამდენიმე წუთში კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ.